გამარჯობა მეგობრებო, დღეს ჩვენ გავიგებთ როგორ გავზავოთ კუნთური მასა. მოგცემთ 4 რჩევას, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ. პირველი. ვარდისას უნდა მივიდეთ ფელიამდე აუცილებლად. რაშინაც ფელიამდე მისვლა. როდესაც ვარდიშობთ, ჩვენი ბოლო გამეორება უნდა გამოიყურებოს მაქსიმალურად რთულად. ეს იმაშინოს რომ ფელიამდე მივედით. ან შეგიძლიათ რომ 1-2 გამეორება დაიტოვოთ რეზერვში და ისე ივარჯიშოთ, ანუ უკვე მაჩვენო რომ არანაირი განსხვავება არ არის. მაგრამ ჩემი რეკომენდაცია არის მაინც რომ როცა პირველი მისვლას აკეთებთ, ფელიამდე არ მოხვიდეთ, ხოლო როცა მეორე საკეთებთ, აუცილებლად ფელიამდე. მეორე რჩევა იქნება ის რომ კუნთი ავარჯიშოთ პირველში ორჯერ. შეგიძლიათ სამჯერ ავარჯიშოთ, არანაირი პრობლემა არა ამაში და უფრო კარგიც იქნება სამჯერ ავარჯიშოთ. მესამე არის ცილა. გაიკვირდება და გეტყვით რომ არაფერი შეგჭირება დიდი რაოდენობით ცილა. შეგიძლიათ მიიღოთ 1.6-დან 2 გრამამდე კილოგრამზე. ეს იქნება აბსოლუტურად საკმარისი, აქ შეიძლება 300 და 400 გრამი. და შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ რაოდენობით. აი 30 გრამს ვიღებენ დიდ მე 700 მე საღამოს არა ნიშნობა არა დიდი რა შეგიძლიათ ეგ იქნათ შეგიძლიათ ეგ 120 მიიღოთ და მეოთხე კი ეს არის ძილი უნდა დაიძიოთ 7 და 8 საათამდე ხოლო თუ მოზარდი ხარ უნდა დაიძიოთ 9 საათამდე ეხლა კი დამატებით როგორ გავიგოთ კუნთი იზრდება თუ არა კუნთი არის ძალა შესაბამისად ძალა თუ იზრდება კუნთი იზრდება დარბაზში თუ წონებს დიდ შესაბამისად კუნთი იზრდება